დილიდან რუსი ექსპერტები ქართულ საწარმოებს ამოწმებენ, რომ სპორტნებნაძორის თანამშრომლებმა ერთ კვირაში 50-მდე საწარმო უნდა დაათვალიერონ, მათ შორის უმეტესობა მეღვინეობა. Როგორ მიმდინარეობს პროცესი და გაკეთდა თუ არა რაიმე სახის კომენტარი რუსი სპეციალისტების მხრიდან, ამას გიორგი მანჯავიძე გვეტყვის. რუსი სპეციალისტების მხრიდან ჯერჯერობით განცხადებები არ გეკეთებულა, სავარაუდოდ ისინი ამ ქართული საწარმოების შემოწმების შემდეგ გააკეთებენ განცხადებას, ან უფრო სავარაუდოა ის, რომ მათ უკვე რუსეთში გააკეთონ, მოაწყობენ პრესკონფერენცია და იქ გააკეთონ, უკვე იქ გააცნონ ჟურნალისტებს მათი გადაწყვეტილება. Როგორც უკვე აღნიშნე, რუსეთის სანიტარული სამსახურის სპეციალისტებმა ქართული კომპანიების შემოწმება უკვე დილიდან დაიწყეს, საუბარია 45 კომპანიაზე. ეს ჯგუფი დაყოფილია 3 ნაწილად, მათმა ძირითადმა ნაწილმა დღეს 5 ქართული კომპანია შეამოწმა, ესენი გახლავთ როგორც კონიაკის, შამპანურის, ასევე ღვინის კომპანიებზეა საუბარი. დღეს 5 კომპანიის, ანუ ერთმა ჯგუფმა ნახვა შეძლო, ეს არის მათ შორის იყო ლაბორატორიები, ლაბორატორიები მნიშვნელოვანია ზოგადად ხარისხის კონტროლის სისტემის გასაცნობად, ამიტომ დეტალურად გაეცნო ლაბორატორიების მუშაობას, აკრედიტაციის მეთოდებს, ნორმებს, რომლის მიხედვითაც ლაბორატორიები ხელმძღვანელობენ, ამიტომ ძალიან სამუშაო ტექნიკური ვიზიტია. დარწმუნებული ვარ, რომ დათვალიერებით ისინი კმაყოფილები იქნებიან არა მარტო ჩვენ საწარმოებში, არამედ ბევრ ქართულ საწარმოში, რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ექსპორტის განახლებას რუსეთის ბაზარზე. რუსი ექსპერტები დღეს გამთენიისას ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ღვინის ლაბორატორიაში იყვნენ, მათ ლაბორატორიის მდგომარეობა შეამოწმეს. როგორც უკვე გითხარით, ექსპერტების ეს ჯგუფი 3 ნაწილად არის დაყოფილი, მათი ნაწილი რეგიონებშია გასული და მინერალურ წყალს ამოწმებს. უკვე ხვალიდან კი რუსი ექსპერტები უკვე კახეთში გაემგზავრებიან და იქ შეამოწმებენ ადგილობრივ ღვინის ქარხნებს. დიდი მადლობა, გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.